გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განისევ შესაბამისი დოკუმენტაციის მოლოდინშია. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა ორგანიზაციისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ითხოვს. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე სამართლიანი არჩევნები 5 თვის განმავლობაში ამბობდა უარს, თუმცა ახლა მზადაა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი მასალა მიაწოდოს. მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. როდესაც ქვეყანაში რეჟიმი არის არალეგიტიმური და დასავლეთში მას ხელს არავინ არ ართმევს და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მათ შორის რეპრესიების მსხვერპლი, ამ დროს რაღაც 2020 წლის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ შეცდომაზე აპელირება არის აბსოლუტურად უკონტექსტო და არადეკვატური. ივიტის საკითხი ყველაზე დაბალ პრიორიტეტულია მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი მოუწოდებდა ივანიშვილის რეჟიმს ადეკვატური გამოძიებისთვის იმ გაყალბებული არჩევნების, რომლითაც მათ სახელმწიფო მიიტაცეს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პროკურატურამ ძელად აიყვანა ყველა მტკიცებულება გაყალბების დამადასტურებელი და მაშინ, როდესაც მათ მთლიანად კონსტიტუციური ნორმა გადახაზეს, იმით რომ ქვეყანა დააშორეს დასავლეთს, ეს საკითხი უბრალოდ პროპაგანდის საკითხია, მით უფრო მაშინ, როდესაც მათი პროკურატურის მიმართ დობა გასაგებია, რომ აბსოლუტურად ნულია. ცოტა რა მნიშვნელობის ინფორმაცია ეს როგორ შეაფასოთ? მე ვერ გეტყვით უშუალოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მე დავეყრდნობი მათ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას და მათ თავიანთ გვერდზე გამოქვეყნებული აქვთ იმის შესახებ, რომ პროკურატურას მიაწვდიან ყველანაირ მასალას. ამიტომ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სამივე არჩევნებზე 5 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა უმნიშვნელოვანეს დარღვევებს, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინარ საარჩევნო პერიოდში, როგორც არჩევნების შემდეგ, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეზე. ამის მომსწრე თვითმხილველი და შემდეგ უკვე სასამართლოში და ცესკოში მებრძოლი ვარ მე პირადად და დაგიდასტურებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები იყო. თავიდან განაცხადეს თანხმოვანო პროკურატურას მიაწვდიდნენ მასალებს და დღეს ცდილობენ გააჭიანურონ, რომ აქ ვარაუდი მაქვს, რომ შეიძლება რაღაცეების ჩასწორებას, შეცვლას, გაყალბებას ცდილობდნენ, ისე რომ როდესაც ერთხელ გააყალბეს შედეგები მოგიხსენებათ 2020 წლის არჩევნებისას, ახლაც არ არის მათგან არაფერი გამორიცხული და არ იქნება გასაკვირვებელი შედეგები გააყალბა. მოუწევთ ადრე თუ გვიან ამ ყველაფრის გამოქვეყნება, ვინაიდან ეხა უკვე საქმეა პროკურატურასთან და პროკურატურას რა თქმა უნდა მტკიცებულებების სახით, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს ამ თითქოს და ვითომ და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, პროკურატურა ითხოვს მათგან მტკიცებულების სახით თავიანთ ანგარიშს და ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა წარდგენა მოუწევთ